თბილის დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაიგო თავისი სიკვდილი. ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვალს იმ პირველ წუთებს, როცა ეს იყო შეიტყო სარდლობის გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა საქართველოს რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 5 კვირიანი ბრძოლა და ასე ვთქვათ, თავგანწირვა მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვას. სწორედ ამ დღეს 1921 წელს თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა რეპრესიებმა მთელი 70 წელი გასტანა და სწორედ მაშინ 1921 წლის 25 თებერვალს აი ამ ბოროტებაზე საპასუხოდ საქართველო გაიფიცა და ახლაც 104 წლის შემდეგ სიმბოლურად სწორედ 25 თებერვალს ევროპული და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვისთვის კიდევ ერთი აქცია დაანონსდა. ამავე ანონსით დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ ეგრეთ წოდებულ გაფიცვას აანონსებენ და შემდეგ სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარშები მოეწყობა. ლარისა პატარაია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი არის ჩვენთან ერთად და უფრო მეც ხვალინძელი საყოველთაო გაფიცვის შესახებ ახლა მისგან მოვისმენთ, თუმცა მანამდე ვნახოთ სტუმრის შესახებ პატარა ვიდეო ბიოგრაფია და სულ რამდენიმე წამში დაგებრუნდებით. ლარისა პატარაია 2004 წლებში სწავლობდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს მაგისტრის ხარისხი დაიცვა ფინანსურ მენეჯმენტში ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში. 2011-21 წლებში კი ლარისა პატარაია იყო დოქტორის კანდიდატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ლარისა პატარაია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი არის ჩვენთან ერთად და ვაგრძელებთ თემაზე საუბარს, რომელიც ეხება საყოველთაო გაფიცვას. ლარისა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩვენთან სტუმრობისთვის. მინდა რომ დეტალურად განვიხილოთ ხვალინდელი დღე, საკმაოდ დატვირთული დღე, სხვადასხვა მებრძოლების საქართველოსთვის თავდადებული, თავგანწირული გმირების სახელობის მარშები იქნება სხვადასხვა ლოკაციიდან და არა მხოლოდ, ხო? როგორი იქნება, როგორი არის დღის წესრიგი ხვალინდელი დღის? მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ. თქვენ იცით, რომ 25 თებერვალი არის ნამდვილად ძალიან ტრაგიკული დღე ქართულ ისტორიაში. რატომ გადავწყვიტეთ, რომ მეორე გაფიცვა 15 იანვარს გქონდა ჩვენ პირველი გამაფრთხილებელი გაფიცვა, ახლა ვამბობთ, რომ 25 თებერვალს გვაქვს მეორე უკვე ეროვნული გაფიცვა და რატო დავამთხვიეთ ეს თარიღები? ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ამით ყველაზე ნიშნულოვანს, რასაც ვამბობთ, არის ის, რომ საქართველოში 25 თებერვალი არასდროს აღარ გამეორდება. და ამავდროულად, რაც გვინდა რომ შევახსენოთ ერთმანეთს პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ არის ის, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, ეს ბრძოლა არ არის ხანმოკლე და ვინაიდან ჩვენ ვართ მებრძოლი ერი, ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ არასდროს საქართველო აღარ მოხვდეს და დაბრუნდეს რუსების კლანჭების ქვეშ. ეს არის ძირითადი ამბავი და მოკლედ გაფიცვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საკმაოდ უცხო ფორმა მანიფესტაცია მოსახლეობის, როდესაც არ გაქვს სხვა შესაძლებლობა უკვე შენ ელაპარაკო არალეგიტიმურ მთავრობას, იმიტომ რომ პარლამენტში არ ხარ წარმოდგენილი, არც ერთ შტოში არ ხარ წარმოდგენილი და იცით თქვენ, რომ დღესდღეობით ქართული ოცნების ამორჩეველი არის 4-დან 1 ადამიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი 3 ადამიანის ხმა არის მის არსად ამ ქვეყანაში. ამიტომ რა დაგვრჩენია მეტი ჩვენ, როგორც რიგით მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციით გავაგონოთ ჩვენი ხმა არსებულ ხელისუფლებას.
გაფიცვა არის ნამდვილად ახალი ფორმა ამის, როდესაც ეს არის ეკონომიკური არათანამშრომლობის ფორმა, ეს არის ის ფორმა, როდესაც დამსაქმებელიც და დასაქმებულიც ერთიანად პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. ეს არ არის კანონში ჩაწერილი გაფიცვის ჩვეულებრივი აქტი, როდესაც მაგალითად დასაქმებული რაღაცა შრომითი უფლებების გამო იფიცება თავის დამსაქმებას, არამედ პირიქით, ეს არის აბსოლუტურად ახალი ფორმა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველანი ვართ ერთიანი და ამ ერთიანობაში ჩვენ ვეძებთ ახალ ფორმებს, როგორ შეიძლება ხმა მივაწვდინოთ არსებულ ხელისუფლებასთან და ვუთხრათ, რომ დანიშნოს ხელახალი ოღონდ სამართლიანი არჩევნები და მეორე მოთხოვნა, რომელიც არის უცვლელი, ეს არის ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ანუ არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ სტატუს კვოში. პირიქით ძალიან უარესდება სიტუაცია და არაერთხელ მithქვამს მე თუნდაც თქვენს ეთერებში იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდა, ჩვენ ძალიან სწრაფად შევალთ შეუქცევად ეკონომიკურ კრიზისში. შესაბამისად, რა ვიცი, ეს დღეც ხვალინდელი დღე, როდესაც კიდევ ერთხელ გაერთიანდება ქართველი ხალხი იმისთვის, რომ კარგად დავაფიქსიროთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთმანეთს და არსებულ ხელისუფლებას, რომ რუსეთი არ არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ არასდროს აღარ დაუშვებთ 25 თებერვალს ხელმეორედ, ეს არის ამისი მანიფესტაცია. ხო, გამაფრთხილებელმა გაფიცვამ რა ჩვენა, რადგან ვახსენეთ, ესეც ძალიან საინტერესო არის. პირველი იყო ზოგადად ამ მასშტაბის და ამ ფორმით შინაარსით და როგორი იყო შედეგი, თუნდაც რაოდენობრივი თვალსაზრისით მასშტაბიდან გამომდინარე და ახლა უკვე რა მოლოდინი გაქვთ გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი, რომ გაქვთ წინასწარ სხვადასხვა ბიზნესებთან, სხვადასხვა სექტორთან აქტიური კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვა მაინც სულზე მოუსწრო ბიზნესს, იმიტომ რომ ბიზნესს არ აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი საკუთარი ნება გამოხატოს. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო ეს free business-თან გაერთიანების, ამ პლატფორმაზე გაერთიანების კომპონენტი და მეორე ამბავი არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობას ბიზნესებს და ასე შემდეგ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითად ყოველ დღე იდგნენ აქციებზე გარეთ. და გაფიცვა არის ერთ-ერთი ახალი ფორმა, როდესაც შენი სამუშაო ადგილიდან შეგიძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. 15 იანვრის გამაფრთხილებელი გაფიცვის შედეგები იყო ცოტა მოულოდნელი პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მეგონა, რომ ესე აიტაცებდა ბიზნესი ამას და ამდენი ბიზნესი შემოგვიერთდებოდა. მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესი სხვადასხვა ფორმით, ზოგან მენეჯმენტის ინიცირება იყო, ზოგან მფლობელების. ხშირ შემთხვევაში ეს იყო უშუალოდ თანამშრომლების ინიციატივა და ბიზნესმა არ შეუშალა ხელი თავის თანამშრომლებს საკუთარი უფლება, გამოხატვის უფლება, რომ გამოეყენებინათ. ხვალინდელი დღისთვის ჩვენ ველოდებით გაცილებით უფრო მეტი ბიზნესის ჩართულობას. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაწარმოებთ რაღაცა რეესტრს ამასთან დაკავშირებით და ისევე როგორც ყველას აქვს შესაძლებლობა სოციალური ქსელებით ვადევნებდით რეალურად თვალს, რამდენი ბიზნესი გაიფიცა. წინაზე გქონდა 700 ბიზნესი, მაგრამ ობიექტების რაოდენობა იყო გაცილებით უფრო მეტი და დაახლოებით 3000 ობიექტი იყო. ამ ხვალინდელ გაფიცვაზე გაცილებით მეტს ველოდებით, რომ თავიანთ ნებას გამოხატავენ და ხვალინდელი ეროვნული გაფიცვა იმით განსხვავდება წინა გაფიცვისგან, რომ ადამიანები, რომლებიც საღამოს 4 საათზე დაკეტავენ თავიანთი სამსახურის კარს, მათ იციან სად უნდა წავიდნენ, იმიტომ რომ 25 თებერვალია და ჩვენ 25 თებერვალს მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაგალითად გვაქვს 6 კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ჩვენი გმირების სახელობის არის და აი ეს 6 კონკრეტული ლოკაცია, სადაც მისვლა იქნება საკმაოდ მარტივი, სწორედ იმ ადგილებში შეიკრიბება ეს ადამიანები და მეერე მარშებად გმირთა მოედანზე 7 საათზე უკვე იქნება რაღაცა დამაგვირგვინებელი ფიცის დადება, რადგან ეს ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ იმას აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ჩვენთან არაფერი არ შეცვლილა
საერთოდ და ის რა მოთხოვნებიც გქონდა 3 თვის წინ, ის მოთხოვნები გვაქვს ახლაც. მოკლედ დრამატურგია ესეთია, მე მინდა ანუ ეს აქვე რომ დავაზუსტოთ, წინა გაფიცვის დროს იყოს 3 საათი. დიახ, ეხლა აღარ არის. მოკლედ წინა გაფიცვის დროს ჩვენ ვამბობდით, რომ 3 საათზე დაიხურება ბიზნესის კარი და მოკლედ ამით დღე დამთავრდებოდა ბიზნესისთვის. ახლა ვამბობთ, რომ ეს არის 4 საათი და 4 საათის მერე იმის და მიხედვით თუ რომელ ლოკაციასთან უფრო ახლოს არის თქვენი ბიზნესი, შეგიძლიათ რომ იმ ლოკაციაზე მიხედვით და მარშრუტ გააგრძელოთ. არა, გულისხმობ 3 საათიანი პერიოდი იყო გაფიცვის დრო, რომ 3 საათიანი პერიოდი არ არის ამ შემთხვევაში დაანონსებული. ამ შემთხვევაში დაანონსებული არის ის, რომ 4 საათზე დავუკეტავთ და მერე დღის წესრიგი გრძელდება მოკლედ როგორც გითხარით და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გვიერთდება სხვადასხვა ქალაქები, ხო, გვიერთდება ბათუმი, გვიერთდება ზუგდიდი, გვიერთდება ქუთაისი, გვიერთდება ახალციხე, სადაც აგრეთვე ყველა ამ ქალაქში არის დაგეგმილი მარშები, რითაც მოკლედ საბოლოო ჯამში გამოხატავენ ადამიანები თავის ურყევნებას. აი ეს რამდენად მნიშვნელოვანი არის პროტესტის აი ამ პროცესების დეცენტრალიზაცია, რომ რაღაცნაირად გასაგებია, რომ თბილისი არის დედაქალაქი, გასაგებია, რომ პროტესტის მთავარი კერა ყოველთვის იქნება რუსთაველის გამზირი და აქაც არის ხოლმე ხო, რომ რუსთაველი არ მივატოვოთ, რომ თითქოს ეს რაღაცა იქნება იმ პროცესების შეჩერება, ხო? მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესთან, მოქალაქეებთან მაქსიმალურად მიიტანოთ ხმა და ეს იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ისევ უნდა მოვიყვანო ეს სტატისტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რა. ჩვენ ვიცით, რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ამაზე პასუხისგებლობას მოსახლეობის უმრავლესობა აკისრებს არსებულ ხელისუფლებას და დეესკალაციაც და შესაბამისად კრიზისიდან გამოსვლის გზაც მათ უნდა შემოგთავაზონ. ეს არ არის მხოლოდ თბილისური პროტესტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვუყურებთ ბათუმში მაგალითად რა ხდება თითქმის ყოველდღიურად ისევე როგორც თბილისში. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აქ არ არიან ისეთი აქტიურები, მაგრამ ზუგდიდზე ამას ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, თუმცა პროცესი ნელ-ნელა ღვივდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებმა ამოიღონ ხმა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მათიც არის, ხო? გასაგებია, რომ თბილისი ეკონომიკურად ყველაზე აქტიური ადგილია და შესაბამისად ჩვენ უფრო თამამებიც ვართ, ასე ვთქვათ, რა ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ რეგიონების ხმა გაისმას აუცილებლად და აი ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. მანამდე კვლევებში საკმაოდ ცუდი სურათი იყო რეგიონებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი მაგალითად საზმაოში ჩვენ მოვიპოვეთ 1 საათიანი ის კონკრეტული დრო, როდესაც მოქალაქეები გამოდიოდნენ და რეალურ პრობლემებზე საუბრობდნენ, საზოგადოებრივი აზრვის ცვლილება მოხდა რეგიონებში და რეგიონებიც ნელ-ნელა მოძლიერდნენ და ჩვენ ახლა მაგიტომ ვარსებობთ, რომ აქ გამოცდილება, რასაც ვაგროვებთ თბილისში, გავიტანოთ რეგიონებში და იცით, რომ ძალიან ბევრი ესეთი ტიპის აქტივობებია, ხო? აქტივისტების ჯგუფი დადის ყოველდღიურად ფაქტიურად სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დაბაში და მიაქვს ჩვენი ხმა და ჩვენი გამბედაობა და ბრძოლის უნარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის. საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა მეკუთვნის მეც, თქვენს, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველსაც, რომელსაც მე ხა ვამბობ, რომ 25% საქართველოს მოსახლეობის არის ქართული ოცნების ამომრჩეველი, რა თქმა უნდა მათაც ეკუთვნის და საბოლოო ჯამში რა გვინდა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს არ არის შიდა პარტიული ბრძოლა, ეს არ არის პოლიტიკური ინტერესების რაღაცა, აი ძალიან დაწვრილმანებული ბრძოლა. ეს არის ორი მხარე არ არსებობს აქ არანაირი ორი მხარე, მე ცხოვრებაში არანაირი პოლიტიკური განცხადება მაგალითად არ გამიკეთებია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, როგორი ქვეყანაში მინდა ცხოვრება. მე მინდა მყავდეს პარლამენტი, რომელიც იქნება მრავალფეროვანი, სადაც იქნება ქართული ოცნებაც წარმოდგენილი, ნაცმოძრაობას ყველა სხვა დანარჩენი პარტია, რომელიც არსებობს და რომელიც აქვს თავისი დღის წესრიგი, იმიტომ რომ ჩვენ არჩევნებში, სადაც წაგვართვეს ჩვენი ხმა, ზუსტად ეს დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ მრავალფეროვანი, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო და პარლამენტის უნდა იყოს შესაბამისი და ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ ეს აღსრულდეს და ეს რაღაცა ერთპარტიულია და
არ იყოს პარლამენტი, რომელიც რაღაცა ცოტა არ იყოს სიგიჟესთან ახლო კანონებს იღებს უკვე, რომელიც ავტორიტარიზმს კი არა დიქტატორშიპსაც გაცდა ჩემი აზრით. კი ბატონო, მინდა რომ აუცილებლად ბიზნესზეც ვისაუბროთ და რა რეალობის წინაშე დადგა ბიზნესი 28 ნოემბრის შემდეგ. ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების დროს ჩვენ ამ ეთერში ვსაუბრობდით ინვესტორების შეცვლილ განწყობაზე, მყისიერ რეაგირებაზე, მათ შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე, გადახედილ თანამშრომლობაზე და კონკრეტული შემთხვევებიც მოიყვანეთ, როგორც მახსოვს, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადებულიყო, როგორ უარი თქვა ინვესტორმა აი ამ კონტრიბუციის შემოტანაზე. თუმცა 28 ნოემბრის შემდეგ გაცილებით უფრო მძიმე რეალობაში აღმოჩნდით, უფრო მწვავე პოლიტიკურ კრიზისში, ვიდრე ეს იყო თუნდაც რუსული კანონის მიღების დროს, ხო? დღეს რა ხდება? დღეს რა სურათი გვაქვს სახეზე საქართველოს ეკონომიკაში? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და მე მიხარია, რომ ეხლა შევეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა რეალურად რა ხდება დღეს საქართველოში ბიზნესში და რო ვამბობთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება, რას გულისხმობს ამას, რომ ეს გაიგოს აი რა ვიცი იგითმა მოქალაქემ, რომელიც ძალიან ჩახედილი არ არის ეკონომიკაში და ბიზნესში. როდესაც არის პოლიტიკური კრიზისი, იცვლება ადამიანის ქცევა. ადამიანი იწყებს დანაზოგის გაკეთებას და ხარჯვითი ნაწილის ესე რაღაცნაირად დაპატარავებას. ეხლა ეს ამ საბოლოო ჯამში სად მივყავართ? ამას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები აღარ ხარჯავენ ფულს ბიზნესში, ხო? ბიზნესი არის რა ვიცი, კვებითი საკვები ობიექტები, მაღაზიები, ელემენტარული რაღაცები რო ველაპარაკობ და არ ვიფიქროთ ახლა იმაზე, ვინმე ახალ ბინას ყიდულობს თუ არ ყიდულობს, იმიტომ რომ არავინ აღარ ყიდულობს ახალ ბინებს საქართველოში. ძალიან downward stream აქვს, დაიკლო ამის მაჩვენებლებმა. ეხლა რას იწვევს საბოლოო ჯამში ეს? აი რიგითი ბიზნესისთვის ეს იწვევს შემოსავლების შემცირება, იწვევს იმას, რომ ის ხვდება, რომ ხარჯებთან აქვს უკვე პრობლემა, ხარჯებს ვეღარ გადაიხდის, ფიქრობს ოპტიმიზაციაზე და ხარჯების ოპტიმიზაცია რომ გააკეთო, ერთი კომპონენტი გაქვს, რომ შენ თანამშრომლები ნელ-ნელა შეამცირო, იმიტომ რომ გაყიდვები არ გაქვს და შესაბამისად ამდენი თანამშრომელი აღარ გჭირდება და მეორე ამბავი არის ის, რომ რაზე იქონიებს მერე ეფექტს, არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სასესხო ეკონომიკაში და ბიზნესებს გაუჭირდებათ სესხების გადახდა. გაუჭირდებათ სესხების გადახდა და ყველაზე ძლიერი ინსტიტუტები, ასე რომ ვთქვათ, საქართველოში ხა ფინანსური ინსტიტუტები ვინც არიან, მათაც შეექმნებათ პრობლემა. ეკონომიკური კრიზისის განვითარება აქვს აი ესეთი ეფექტი, რომ ერთი რაღაცა, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისი და თითქოს კავშირში რანაირად შეიძლება იყოს, ძალიანაც კავშირშია იმაში ჩვენ საბოლოო ჯამში სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რანაირად მივდივართ და ოღონდ ეკონომიკური კრიზისი არ არის ისეთი მარტივი რაღაცა. ჩვენ ისეთი ეკონომიკა გვაქვს, რომ ჩვენ თუ ეკონომიკური კრიზისში შევედით, იქიდან გამოსვლა იქნება ჩვენთვის ძალიან რთული, ძალიან დიდი დანაკარგი გვექნება. და ამისთვის დღესდღეობით საქართველოში არავინ არ არის მზად. ეს სად ვართ? აი ესეც რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ნაწილი ეკონომისტების, ბიზნესის წარმომადგენლების ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ უკვე ეკონომიკურ კრიზისში, არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არ ვართ კრიზისში და არ არის სახეზე კრიზისი და მესამე, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკურიდან ეკონომიკურ კრიზისში არსებობს გარდამავალი პერიოდი, სწორედ აი ამ გარდამავალ პერიოდში ვართ ჩვენ. აი თქვენი შეფასებით რომ იცით რა არის? ეს ეკონომიკაში არსებობს ძალიან ბევრი, მოკლედ მოდელი, რის მიხედვითაც შეიძლება შენ შეფასებები გააკეთო, ხო? საბოლოო ჯამში ეკონომიკური კრიზისის გრძნობა, აი პულსზე უნდა გეტოს ხელი, რა ემართება მოსახლეობას, ხო? ეკონომიკური კრიზისი არ არის ერთი კონკრეტული ბიზნესის პრობლემა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ მოთხოვნა მიწოდებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, მოსახლეობა, რომელიც არის ძირითადად მომხმარებელი, მას როგორ იქცევა აქ და რანაირი იქცევა.
მიქცევა აქვს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია, არ არის აფეთქებული და რომ არ არის აფეთქებული, ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, მათ შორის ისიც, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან ფრთხილი და საბანკო სექტორს აქვს თავისი კონკრეტული გეგმა, მაგალითად, მისი გეგმა იქნება რესტრუქტურიზაციაზე, მასშტაბური რესტრუქტურიზაციების გაკეთება, იმიტომ რომ ამდენი ბიზნესი თუ ჩამოეკიდა და ამ ხელა პორტფელი თუ გაფუჭდა, ეს პირველ რიგში ბანკს არ აწყობს, ხო? შესაბამისად არსებობს რაღაცა ეგრეთ წოდებული plan B, თუმცა ჩვენ ვართ უკვე ზღვარზე და თუ შევხედავთ რა იმართება მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმის, რომ ამ ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა აისახება გადასახადებზე, როგორ რანაირად შემოდის გადასახადები, ბიუჯეტი ივსება თუ არ ივსება. აი, ბევრი პარამეტრით შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ჩემი პირადად, ჩემი შეფასება არის ესეთი, რომ ჩვენ უკვე შესული ვართ ეკონომიკურ კრიზისში, მაგრამ აი ბაბლი რო გასკდება, ხო, იცით, აი როგორ არის ამ ფინანსურ კრიზისს ეს აქვს, რომ უცებ აი გაიღვიძებ და მიხვდები, რომ რაღაცა ძალიან ცუდად არის. აი ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და არ ვიცი, იქნებ მანამდე რამე შეიცვალოს. აი ბოლო კითხვას დავსვამ, ვიცი რომ დრო აღარ გვაქვს, რომელ სექტორზე შეგვიძლია სექტორებზე რომ ვისაუბროთ იმ შექმნილ კრიზისზე, რომელიც უკვე აისახა და აისახა საკმაოდ უკვე მათ შორის თვალსაჩინოდ საზოგადოებისთვისაც და მოლოდინიც რა გაქვთ სტატუს კო შენარჩუნების შემთხვევაში ეს დავტოვოთ. მოკლედ, ჩვენ ვიცით, რომ აი ძალიან რომ ვუფრთხილდებოდით ტურიზმის სექტორს მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის სექტორი არის ჩამოქცეული ახლა. და ეს არ არის მაგალითად მარტო სტუმართმასპინძლობის მიმართულება, სადაც აღარ ყავს შენ ფაქტიურად ტურისტი, აღარ ყავს ადგილობრივი მომხმარებელი, ვინც შენი სერვისით ისარგებლებს, ხო? ეს გადაედო უკვე სასტუმრო ბიზნესსაც და სასტუმრო ბიზნესის პორტფელის აფეთქება იქნება ძალიან მოსალოდნელი უახლოეს მომავალში და ეს მათ შორის გავრცელდა ცნობები, რომ იყიდება ძალიან ბევრი სასტუმრო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია მოემსახურო სესხს, როდესაც შენ შემოსავლები არ გაქვს და თქვენ იცით, რომ სასტუმროების აშენება ხა არ არის პატარა ბიზნესებზე არ ვსაუბრობ. თუმცა იგივე კომპონენტი უკვე შეინიშნება აი სამოხმარებლო მიმართულებითაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ მაგალითად რითეილში ტანსაცმლის ფეხსაცმლის მაღაზიებს ჯერ კიდევ იანვარში უკვე 40%-იანი კლება ქონდათ და ნუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთად ჯამდება და იკრავს რაღაცა კონკრეტულ სურათს, სადაც ადამიანები რჩებიან სამსახურების გარეშე, ბიზნესები რჩებიან რესურსის გარეშე, რომ მოემსახურონ ვალდებულებებს, რომლებიც მათ აქვთ აღებული და რა ვიცი, ესე იზრდება სიღარიბის დონე ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ძალიან ვწუხარ ახლა მე რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩემი როგორც პროფესიონალის ამოცანაა, რომ წინასწარ გავაკეთო პროგნოზები და ვიფიქროთ ყველამ ერთად აი ამ კრიზისიდან გამოსulis გეგმებზე და ესეც არის მაგალითად ჩვენ კომპანიაში ძირითადი პორტფელის ნაწილი, რაზეც არის უკვე მიმართული, თუ მანამდე სულ განვითარების გეგმებზე ვმუშაობდით და აი საქართველოსთან ექსპორტი როგორ გაგვეკეთებინა და ასე შემდეგ, ახლა უკვე ვართ კრიზისიდან გამოსulis გეგმებზე ორიენტირებული. ძალიან ვწუხარ ამას რომ ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის არსებული ხელისუფლება და არსებულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს რეაგირება ისე როგორც ეს ჭირდება ქვეყანას და ქვეყნის ნათელ მომავალს. ძალიან დიდი მადლობა ლარისა. იმედი მაქვს რაღაცა გვექნება შესაძლებლობა რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ბიზნესზე, Start Business Solutions-ზე და მის პორტფელზე, ვიდრე იმ საკმაოდ მძიმე რეალობაზე, რაც არის დღეს წესრიგში წარმატება თქვენ და ბევრი საინტერესო სიახლე თქვენს ანგარიშზე. ლარისა პატარაია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად.